გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ ნარიყალაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეგანოზი გიორგი თევდორაშვილი. მამამ გიორგი, დაგულოცავთ და გილოცავთ აბრაამ მამამთავრის სცენებას. ეს გილოცავთ ღმერთმა მშვიდობიანი დილა გაგეთენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ. დღეს საუბრობთ ჩვენ ბერი პაისის 4 შეგონებაზე. თავდაპირველად მოდი თქვათ, რატომ მაინდა-მაინც ბერი პაისი და შემდგომ უკვე ის შეგონებები, რომლებიც დღეს გვინდა რომ თქვენგან მოვისმინოთ. მადლობა კახაბერ ამ შეკითხვისთვის. მე ფიქრობ, რომ ჩვენს მსმენელს არ გაუკვირდება რატო ბერი პაისი, იმიტომ რომ ბერი პაისი თითქმის ჩვენი თანამედროვე წმინდანია, 90-იან წლებში მოღვაწეობს და მას აქვს ძალიან ბევრი საინტერესო ქადაგება, დარიგება, რომელიც ჩვენმა პატივცემულმა მსმენელმა და მკითხველმა აყურებელმა უკვე იცის. შეყვარებულია ქართველი ხალხი ბერი პაისზე. და ბერი პაისი იმიტომ შევარჩიე, რომ თანამედროვე ადამიანმა უკეთ გაიგოს მართლმადიდებლური სარწმუნოების არსი. გარკვეული ადამიანები ფიქრობენ, რომ მოძველდა ქრისტიანობა რაღაც უცხო ჩვენ უკვე რაღაც ძველ შუა საუკუნეებში ვიმყოფებით და არ არის საინტერესო მართლმადიდებლური სწავლანი. მას აქვს ძალიან კარგი ნაშრომი, ურჩევ რომ ყველამ წაიკითხოს. ასეთი არის გულის ტკივილით და სიყვარულით თანამედროვე ადამიანზე. რას ფიქრობს ბერი მოძღვარი თანამედროვე ადამიანზე და აი ამ დარიგებებში და აი ამ ნაშრომში მე შევარჩიე 4 ასეთი შეგონება და პირველი შეგონება არის ასეთი. ასე მოგმართავ ჩვენ ფიქრობ სასულიერო პირებსაც და მრევლსაც, რომ თქვენ იცით ბევრი ლოცვები, მაგრამ ძალიან ცოტას ლოცულობთ. აი შეხედეთ ახლა რამდენი ადამიანის სახში უამრავი ლოცვანი არის დაბრძანებული, ხო? რამდენმა ვიცით უამრავი ლოცვები, თითქმის ძალიან ბევრმა დილის და საღამოს ლოცვები იციან ზეპირად. ფსალმუნებზე აღარ არის საუბარი, იციან, მაგრამ ამ დროს არ ლოცულობენ. გაზეპირებული სიტყვების წარმოთქმა არ არის ლოცვა და სულ რო კითხულობ ლოცვებს, არც ეგ არის ლოცვა. ამები გვირჩევენ, რომ გარკვეული დროის მერე ვისწავლოთ ლოცვა. აი ჩვენ რო გვაქვს სახელმძღვანელო ლოცვის, დილის, საღამოს და სხვა ლოცვები, ეს არის სახელმძღვანელო, ეს არის ანბანი, ამით უნდა ისწავლო, შენ დედაენაა ეს. უნდა ისწავლო თუ როგორ უნდა ილოცო და შემდეგ უკვე შენ თვითონ უნდა შეგეძლოს დამოუკიდებლად მიმართო უფალს. იმიტომ რომ რელიგიოს ეს ძველი ლათინური სიტყვა ნიშნავს ღმერთთან, ადამიანის ღმერთთან განახლებულ კავშირს. და კავშირი ეთი უნდა შედგეს თუ არა ლოცვით, ხო? პირველი კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის ეს არის ლოცვა, რომელიც გაწყდა სამოთხეში და უნდა აღდგეს ადამიანში გონივრული სიტყვებით. არ შეიძლება ლოცვა გონება გაფანტული, უყურადღებოთ, ჩქარა, როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას, ხო? უნდა მოიცალო ამისთვის, დაწყნარდე, დამშვიდე, გონება მომართო უფლისკენ და ადიდო, მადლიერი უნდა იყო და შემდეგ უნდა სთხოვო, რაც ჩემთვის სასარგებლოა უფალო ის მომმადლე. ჩვენ ძალიან ხშირად ვაწუხებთ უფალს უაზრო ხორციელი თხოვნებით. გვავიწყდება, რომ პირველ რიგში უნდა ვითხოვოთ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი და გაგვახსენდეს, რომ დანარჩენი ყველაფერი მოგვეცემა. რამე თუ ამას წარმართები ითხოვენო. ადამიანი თუ ხშირად ლოცვაში ითხოვს მატერიალურს, ანუ ამ ქვეყნიურს, ეს ნიშნავს, რომ ის არის წარმართი და მას ღმერთი ჭირდება პირადი რაღაც გარკვეული ამბიციების. ღმერთი მისთვის არის არა მიზანი, არამედ საშუალება. და ეს არის ლოცვა, რომ მე ლოცვაში როგორც მაცხოვარი მარიგებს მრავალი სიტყვაობაში არ უნდა ვიყო და უნდა კონკრეტულად გასაგებად მინდოდეს, ვიცოდე რა მინდა ვთხოვო ღმერთს. თუ ჩვენ არ გვესმის ლოცვა, არც ღმერთს არ ესმის ჩვენი ლოცვა. ეს გასაგებია, ხო? აი თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ლოცვა იყოს ნაყოფიერი, ბერი პაისი გვიჩევს რომ ვილოცოთ გონივრულად, წყნარად, შვიდად, გონება გაფანტვის გარეშე, რაც ძალიან ძნელია. რაზეც იოანე სინელი გვარიგებს, რომ როცა გონება გეფანტებათ, ნუ დამწუხდებით, რამე თუ ადამიანები ხართ თქვენ, ანგელოზებს არ ეფანტებათ გონება, იმიტომ რომ სხეული არ აქვთ. და გიხაროდეს, რომ მისი შემოკრება შეგიძლია, ანუ გონება შემოკრებულმა უნდა ვილოცოთ, არა ბევრი, არამედ რაც აუცილებელია ის. ეს არის პირველი შეგონება. ახლა მეორე შეგონება ნახეთ როგორია, თქვენ სწავლობთ და კითხულობთ წმინდა მამების მემკვიდრეობას. ახლა ჩვენ თანამედროვე ქრისტიანები მართლა განაბიურებულები ვართ, ხო? შეხვალთ ინტერნეტში და ნახეთ რამდენი შრომებია წმინდა მამების, რამდენი ქადაგებაა და რამდენი შეგონებაა, მაგრამ პირადი სულიერი გამოცდილება არანაირი არ გაგაჩნიათ თქვენ. ხო გინახავთ ახალ ადამიანები, რომლებიც ბასილი დიდის და ივანე ოქროპირის სიტყვებით ლაპარაკობენ, მაგრამ რო სთხოვო პურს არ გაჭმევს და არ მოგესალმება და არ ჩაგიხუტებს და წესიერ არ დაგელაპარაკება. ანუ პირადი გამოცდილება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აი ამ ხელა მემკვიდრეობის მფლობელები რო გახლავართ
ჩვენშიც უნდა გამოისახოს ქრისტე. ჩვენ უნდა გვეტყობოდეს, რომ ივანე ოქროპირის მიმდევრები ვარ და ბასილი დიდის და ასე შემდეგ. ხო, თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი. ალექსანდრე მაკედონელის მიუყვანეს შიშარა ლაჩარი ჯარისკაცი. რომ ესო ძალიან გვარცხენსო და რა ქვიაო შენო და ალექსანდრეო და ან სახელი შეიცვალეო და ან კიდევ იყავი მართლა ალექსანდრეო. ხო, ასე ვარ ჩვენც. ხო, წარმოვიდგინე, ქვია მართლმადებელი ქრისტიანი და რო კითხო მწამსი, ხო, არიციან. აი ხანდახან კი არა, ნათლობის დროს, ხო, მე ვაკითხებ. კითხვა არიციან. ქრისტიანობის სიმბოლო. ჯურისტენაზე უნდა ემოდი მამაოჩვენო თქვა, ყველა დაბნეულები იყურებიან. ეს ხო ელემენტარული ანიბანია, ხო? რა მემკვიდრეობაზეა, რა ისი ხაზმზეა ლაპარაკი და აპოფატურ და კატაფატოქთვის მეტყოლებაზეა ლაპარაკი. ხო, ჩვენ დაწყებითების ქრისტიანობა არ ვიცით. და ამ დროს ვამაყობთ, რომ მე-4 საუკუნეში მივიღეთ ქრისტიანობა, სხვა ერებზე წინ და ესენი ვარ და ისინი ვართ. კარგად ვიცით ტაისონის და მესის ისტორია სპორტული, ხო? სიმღერებშიც კარგად ვერ ყვევით, მაგრამ აი როგორ გითხრა, რომ რამდენი მოციქული ყავდა ქრისტეს, გამყიდველი რომელი იყო, პეტრე მოციქული და პავლე მოციქული ვინ იყვნენ? აი პავლე 12-განი იყო თუ სხვადასხვა იყო? იტყვია რომ აი მე კი გამიგია, მაგრამ რაღაც ისე უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან. რა კარგი შეგონებაა არა, რომ ჩვენ ვსწავლობთ, ვიცით, გაგვიგია, მაგრამ ამ დროს არანაირი მცირედი გამოცდილება და არანაირი ის არ აქვს. სამწუხაროდ ეს ჩვენი ბრალიც არის სასულიერო პირების, რომ ჩვენ უნდა სამრევლო სკოლების სახით უნდა კონდეს გარკვეული სასწავლებლები, სადაც ანბანს ვასწავლით. აგინატე ბრიანჩიანინოვი ამბობს, რომ ძალიან სამარცხვინო და ესეთი უხერხულია, როცა ქრისტიანმა არ იცის რა არის ქრისტიანობა. წარმოვიდგინე, რომ შენ იარაღით დასხმული გაქვს, ფარი გიჭირავ, ხმალი ან ავტომატი, მოდის მტერი და გასროლა არ იცი, ვერ ისური, ან ჰაერში იქნებ ხმალს, ხო? პავლე მოციქული ამბობს, როცა მორბენალი მირბის ის მირბის მიზანმიმართულად მარათონზე რომ გაიმარჯვოს და ფინიშთან მივიდეს, ხო? ან მოკრივე რომ ხელებს იქნებს, ხაერში კი არ იქნებსო, ხო? მიზანმიმართულად იქნებს რომ მტერი მოიგერიოს. და შენ თუ მართლმადებელი ქრისტიანი ქვია და ამ დროს წარმოდგენა არა გაქვს, წამსი არ იცი, დიდაქი არ იცი, სახარება წაკითხული არა გაქვს. ათიმცნები არ იცი. ათიმცნება ხო საერთოდ და ძალიან უხერხულია და ფოტოშორის ძალიან ხშირად ავლებენ მამა გიორგი პარალელს მამა პაისა და მამა გაბრიელის შორის, იმიტომ რომ ერთი პერიოდის მამები იყვნენ და იგივე ხდება მამა გაბრიელიც. ყველა მითის მამა გაბრიელი, რიგები იდგა მის საფლავზე, მაგრამ რას გვეუბნებოდა, რას გვარიგებდა, არ გვეუბნებოდა და თან ხშირად ხდებოდა ერთი ჩემთვის ძალიან ძირფას სასწავლებელი პირმა თქვა, რომ რიგი დგას საფლავზე და ტაძარში არ შედის არავინო. აი ესეთ რაღაცა ბრმა დამოკიდ ფანატიზმს უფრო გავს არა მამა გიორგი, რომ აი ოღონდ აი ვიღაცამ თქვა რომ საფლავზე თუ მიხვალ, იქ რაღაცა მოგეცემა ბარაკა მეორე დღეს, მაგრამ რატოა ეს ადამიანი წმინდა, საიდან აქ ეს მადლი არ იცის არავინ. მე მაგ საკითხზე ყოველთვის მერიდება კახაბერ საუბარი, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ჭუჭყს გვესვრიან ის ხალხი და იტყვია რომ ჩვენ მამა გაბრიელს ვებრძვით მე და ხო, თითქოს ვაკნინებთ. ერთმა დამეფაროს, ხო, ვინც აკერპებს მამა გაბრიელს, ის ებრძვის მამა გაბრიელს, იმიტომ რომ მამა გაბრიელს არ მოწონდა ასეთ საქციელი. მაგრამ ერთმა არ მიწყინოს, მაგრამ უმრავლესი ადამიანი მატერიალური სათხოვნად მიდიოდა მამა გაბრიელს. არც ვამტყუნებ, იმიტომ რომ ძალიან გაჭირვებულები არიან და რა თქმა უნდა. არც არის ეს რამე დანაშაული, უბრალოდ თავარს აკლებდნენ. უბრალოდ მე მინდა ალბათ ამაზე გადაცემას მოვაწყობთ ჩვენ, რომ სიყვარულშიც არის იერარქია რა. აი, სახლი არ უნდა გიყვარდეს ჯერ და მე შენი მშობელი, ხო? ღმერთი უნდა გიყვარდეს ჯერ, ღვთისმშობელი უნდა გიყვარდეს, ანგელოზები, პატრიარქი, ეპისკოპოსები, მე შენი მოძღვარი და მე უნდა გავყვედე. ხო, წარმოვიდგინე რომ შენ აპატია კიდევ იმეორებ, აი, ზაღლი და კატა გიყვარს ჯერ და მე გიყვარს სხვა ადამიანი, ხო? ეს ადამიანი შეიძლება აღარც გიყვარდეს, ხო? ცხოველს რო დააყენებ ადამიანზე წინ, შენ საერთოდ უკვე ზოოფილი ხარ და ამძიმე მდგომარეობაში ხარ. შეიძლება კატას უყიდო ძალიან ძვირფასი საკვები და ლარი არ მისცე ადამიანს, რომელიც ქუჩაში აგდო. ძალიან ხშირად მომისმენია ჩემ და სამწუხარო და მათ შორის ქრისტიანი ადამიანებისგან რომ უთქვათ, ხომაღლა რომ აი ეს ზაღლი ბევრ ადამიანს მირჩევნია, ეს კატა, ჩემი კატა ბევრ ადამიანს მირჩევნია. ეს უკვე ტრაგედია, ეს არის უკვე საშინელება. აი შემდეგი დარიგება არის ძალიან საინტერესო, თქვენ მიირთმევთ ძალიან ბევრ სამარხო საკვებს, მაგრამ არ მარხულობთ. აი ძალიან მარტივია ხო მარხვა ნებისმიერ მარკეტში შებძანდით განყოფილებები არსებობს მუტაციას გადმოგიღებენ გაკითხებენ რომ აქ არანაირი თქვა ზედმეტი შენაერთი არ არის და ამ დროს შენ არ მარხულობ. ამ დროს შენ უნდა ვიცოდეთ რომ მარხვა საკვების მოკლება და არა საკვების შერჩევა. გემოთ მოყარეობაში ისე ვარდებით ხშირად მარხვაში რომ მთელი მარხვა მიდის იმაზე ფიქში რომ აი ეს მეჭმება თუ ის არ მეჭმება. და მარხვა არის თვალების მარხვა, ყურების მარხვა, ხელების, ფეხების, რას უსმენ, რას უყურებს, სად მივდივარ და სად მოვდივარ და საკვებს თუ ცოტას მეირთმევ, ეგ არის მთავარი თორე დღეს იმდენი სამარხო ნუგბარი გაჩნდა, რომ მარხვაში უფრო სუქდება ხალხი, ვიდრე ხსნილში. ყველი და ხორცი. საინტერესოა მამა გაბრიელ სოიოს კოტლეტები არსებობს და უამრავი. მეუფე წმინდა გაბრიელ კიკოდე თურმე მარხვაში არ ჭამდა ლობიოს, იმიტომ რომ მასზე უყვარდა ლობიო, რომ იგზავნოდა მარხვაში.
აგაშენა ყახაბრი ამას მე ვიძახი და მე რაჭველები მივერასდებიან ხოლმე. მე ვარ რაჭველი, მაგრამ ხო და ხანდახან ვერ იგებენ კაცო ეხლა მე რო კარტოფილი ძალიან მიყვარს, ცოტა უნდა ვჭამო, ან აღარ უნდა ვჭამო. ხო, რო გემოს მოყარებული. სულ ხორთი საერთოდ არ უყვარს, ხო? და ლობიოზე და კარტოფილზე გაატარებენ მარხვას და მე ეძახე რომ მარხვაზე ვარ და ვეღარ დადიან იმის, ხო? მაგრამ რაღაც ხოდა მიიწვანე ხათვარ ხოს. რაჭა და ლობიო ვახსენეთ, ძალიან ცნობილი ადამიანი იყო გოგლა ლეონიძე, მას აქვს მოთხრობები ნატურის ხე ქვია და იქ არის ერთი მოთხრობა ჭამპურა ქვია. და იმ ჭამპურაში მაპატიოს ყველა მარი დაუჯდომელი ლობიოსი ისე უყვარდა ლობიო რომ ლობიოს რო ხარშავ და დიდება ქოთანსა შენს და რომელსაც მოიხარშე და აი ყველას გირჩევდა გილოცავთ წაკითხული თუ არა გაკეთო ისეთ სიამოვნებას მიიღე და კრეხებლობას ავითარი მაგრამ აი დაუჯდო ქოთანი ლობიოს დაუჯდომელი ქვია აი ჭამპურა პურის ჭამელი კაცი იყო მოკეიფე წარმოვიდგინე პურის ჭამპურა მაგას ნიშნავს რა და აქაც ხო რაღაც ირონიაა რომ ადამიანი მარხვაში კარგად გეახლება რა და ეს მარხვა არა ამის თქმა უნდა ვერ პაისო პირდაპირ თანამედროვე ადამიანს მიმართავს რომ თქვენ ბევრ სამარხურს მიირთმევთ მაგრამ არ მარხულობთ და ბოლოს ყველაზე საინტერესო დავიტოვეთ ბოლოში ეს არის რომ თქვენ ხშირად ამბობთ აღსარებას სიღრმისეულ აღსარებას მაგრამ ცოდებს არ ინანიებთ აი დაბა დაპირებული ხარ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის მარხვაში განსაკუთრებით ჩავშაღუნავენ ისეთ კლასიკურ აღსარებას გეტყვიან ხან ამატირებენ ხოლმე აი სიღრმეში ჩაგიყვანენ რომ აი ესეთი ნაზირალა ვარ ესეთი მეძავი ვარ მრუში ვარ აი ნაცარი და მტვერი ვარ ცოდვილთა შორის უპირველესი ვარ და ნიანგის რევლებს გადმოყრიან გამოულენ 2 წუთი არ არის კახაბერი გასული რომ ისევ ისეთივე ნიანგები და ფარშევანგები და ისევ ისეთივე ურჩხულები არიან სამწუხაროდ აი დაუკვირდით კარგად იუდა რომ მივიდა იუდამ შეინანა ხო იცით მივიდა 30 ვერცხლი უკან მიუყარა და თქვა რომ მე მივეცი სისხლი მართლისა მაგრამ რა აღიარა ცრემლები გადმოყარა მაგრამ მას ხوارთან არ მივიდა როგორც საულის ნერვიულობდა ხო როცა რამე საშუალებდა შენდობას თხოვდა დავითს მაგრამ იმის იქით აღარ მიდიოდა დავითი უფრო ცოდვილი იყო ვიდრე საული მაგრამ დავითმა 50 ფსალმუნი დაწერა და ნაცარი დაეყარა და ჯვალო ჩაიცვა ხო მოინანია ანუ მონანიებდა ნიშნავს რომ ამის გამეორება სიკვდილი მირჩევნია ისე განვიცდი და დავზენ ამას აი ძველი ქართული სიტყვა საარი ხო მოგისმენია დილისაარი დუდუკებზე რო ასრულებენ ხო საარი ნიშნავს წუხარებას აღსარება ნიშნავს აი მწუხარების ამოღებას გულიდან და მე თუ მწუხარება ამოვიღე გულიდან აღარ უნდა მიდოდეს ხო იმის ისე უკან ჩაბრუნება და აი ამიტომ უნდა ვეცადო სამხსარებოდა რომ გამოდივარ ფეხის წვერებზე უნდა ვიარო მაგრამ ჩვენ სანამ ბარძიმბანები ვართ უკვე ისევ განკითხვაში ვარ და იმიტომ არ ვნანობთ გესმით მონანიება ნიშნავს იმას რომ მე აღარ მინდა ეს რო გავაკეთო მაგრამ ყველა მოძღვარი ხომ მოწყალე და შემწყალებელია ხო ჩვენ ყველას ვიხუტებთ პატიობთ ვეფერებით წადი ძმაო ეხლა და ეცადე რომ აღარ დააშავ ანგელოზი ვერ გახდები მაგრამ ეცადე რა რომ აღარ დააშავ თავარი ცოდვა იპოვნე შენში არტერია საიდანაც პატარა ცოდები არის ამოზრდილი ხო მაგრამ ასე გრძელდება რომ შეიძლება ადამიანმა წლების განმავლობაში ეკლესიაში გაატაროს და ისევ განკითხვაში იყოს, ისევ ბოროტი იყოს, ისევ შურიანი იყოს. ამას ერის ხალხი რო ხედავს, რომ მისი ახლობელი დიდი ხანია უკვე მრევლია, აცხადებს რომ მე უფეყავ მოძღვარი, ცნობილი დეკანოზი ყავ მოძღვარი და ისევ ისეთი კი არა. უფრო უარესია. აი ყურშა რო გაყოყოჩდება ხო ხდებით ესეთი რომ მე სტექაროსანი ვარ ძმაო და მე ესა ვარ და ეს მეზობელი უყურებს რომ ეს უფრო ცუდი გახდა. მე რაღა მინდა იქ. კი შეიცვალა კაც უფრო ცუდი გაყოყოჩდა გაამპარტავან და წესები იცის ფსკნილი უკეთია წვერები აქვს მოშვებული დეტალურად გეტყვის ვის რა ქონება აგღდელს ვინ რა დააშავა სად რომელი სოფლიო პატრიარქი თუ სხვა პატრიარქი რა საშუალებს ყველაფერს გეტყვის რა თავის არაფერი არ იცის ესმის თვითონ რომ დამახინჯებულია უკვე და გადაგვარებულია იმას ვერ გეტყვის ფოთაშორის მამა გიორგი ხშირად ხდება ეხლა რადგან ახსენეთ თქვენ სტიქაროსნები თუ სხვები რომ არ გეწყინოს კახა შენ არა მეც ალბათ დამართნია ბევრჯერ და ბოდიში მაგრამ ძალიან ხშირად ხდება რომ ადამიანი რომელიც მიდის ტაძარში ეს სტიქაროსანი იქნება მრევლი იქნება თითქოს რაღაცა წლები გადის და მე იყავს მოძღვარი თითქოს მას პრივილეგია აქვს და მე სხვა ზევიდან უნდა გადმოხედოს და მას გზაუნა დაუთმოროშევა და ჭკუანო დაარიგოს ახალმოსულს თან ფრთები აქვს უკან ამოსული თუ კარგად დააგვირდებით უკვე ფრთები ახლა შეიძლება გამიბრაზდნენ სტიქაროსანმა სიყვარული თომ მეც ვიყავი სტიქაროსანი ახლა და ესე იყო სასულიერო სემინარიაში პირველ კურსელები ვიყავით ანგელოზები ესე დავდიოდით კედელ როგორც კი დავინახავდით სასულიერო პირს მივიდოდით ცნობილი იყო უცნობი ყველას იყეთ მე მეორე კურსზე უკვე რო ცოტა რაღაცები ვისწავლეთ ცოტა უკვე ჰაერში დავიწყეთ სიაული და მესამე კურსზე და მეოთხე კურსზე მარტო მიტროპოლიტებისგან მივიღეთ აღსარებას ხო ხდებით რა ასეთი ადამიანის ფსიქიკა და ეს ძალიან
სუდია. ეხლა მე მიტროსანი დეკანოზე გამშვენებული ჯვარით ეხლა არ მოვიდგინე ადონე ვარ, ხო? დამდოს უნდა მივხვდი რომ პირიქით მეტი მომეცა და მეტი მომეკითხება, რომ ძალიან გამიჭირდება მეცხონება. ეს უნდა მივხვდეს და ეს უნდა გასწავლო შენ. თორემ მე თუ გეტყვი რომ ჩვენ უკვე მაგრები ვარ, ჩვენს დავარეთ კაროსანი ხარ, მე წინამძღვარი ვარ და რა მაგრები ვარ, 64-ში ადგილი გარანტირებული გვაქვს უკვე ჩვენ და უკვე აი ის ვიღაც საზეზღრები ხა წირვაზე რო არ მოდიან და ღამის კლუბებში რო დადიან, რა ეშველებათ იმათ, ხო? და ჩვენ უკვე ნაშვილი გვაქვს. ასე ფიქრობს ძალიან ბევრი. ხლა გეცინებათ, მაგრამ ეს არის სრული ჭეშმარიტება. ჩემსაც არაფერს არ გელაპარაკები და მე მინდა ყველას მიმართო, რომ ჩემი თავიდან დაწყებული რომ ნუ იქნებით თეთრად შეფეთქილი საფლავები და ნუ მოვატყუებთ ხალხს რა. ჩვენ ძალიან ცოდული ადამიანები ვართ და ცოდვა სჭირდება მონანიება. ანუ აღარ ჩადენა, აღარ გამეორება და ნუ ვიბრალებთ რომ სიყვარული გვაქვს, ნუ ვიბრალებთ რომ კარგი ადამიანები ვართ, ნუ ვიბრალებთ რომ ჩვენ ქართველი მართლმადიდებლები ყველას ჯობი ვართ და უკვე გაბწყინებაში ვართ შესულები და აი მოკლედ უკვე ფაქტიურად ყველა ისა ჯოჯოხეთში მოხდება, ამერიკა წყალში იძირება, რუსეთი დაიღუპება და საქართველოს უკვე 64-შია და ჩვენ გავწყინდებით და ეხლა კი გაჭირებაში ვართ, მაგრამ არა უშავარ, მე 64-ში მოხდები. ეს არის სრული იდიოტიზმი ხალხო და ეს ამხელა გრუპყოლობა და ამხელა სისულელს ვინ ასწავლის, არ ვიცი. ებრაელებს რა დაემართა ხო უნდა შევხედოთ არა? ის ხალხი ვისაც მართლა ღმერთი ელაპარაკებოდა, მოსემ გამოიყვანა, ვერ შევიდნენ. თვითონ მოსე ვერ შევიდა. აღთქმ ქვეყანაში ხო იცით და ამ დროს ჩვენ რამ მდგომარეობაში ვართ და ამიტომ დღევანდელიც ხადა ეს თემაც იმიტომ შევარჩიე რომ ძალიან თანამედროვეა ბერი პაისი და გთხოვთ ყველას პატივცემულო მსმენელებო და მაყურებლებო რომ წავიკითხოთ ბერი პაისი კი არა უნდა ზეპირად ვიცოდეთ თან ისეთი იუმორიც აქვს ძალიან კარგი ძალიან თანამედროვე ვენით ლაპარაკობ ყველა თემას ეხება თავარია ძალიან მარტივი და ეს ყველა თემას ეხება და გაუფრთხილდეთ მამა გაბრიელს და მამა პაისს და ნუ გავაკერპებთ ხალხო რა მამა გაბრიელს დარწმუნებული ვარ რომ ენახა ეს ხალხი როგორ იქცევა კარგად გამოლანძღავდა სულ ყველას რა. ხო და მე თანხმობთ, ესეა რა. იყო ძალიან ალალი და ძალიან უბრალო და პირდაპირ ეუბნებოდა ყველას ის არ გაიხარებდა, არ გაუხარებდა ასეთი ადამიანების მის გარშემო ყოფნა, ხო? იგივე ის რაღაც მიმდევრები რო ყავთ ვიღაცებს და რაღაც ესეთი კეფთაყვანისმლობაში რო არის. სექტას გავს პასუხი. საშინელება ხალხო და ღმერთმა დაიფაროს ყველა რა. ეხლა რაც ხდება კიდე ერთ ბერზე არ მინებ თქვა რომელიც თითქოს აბრალებენ მამა გაბრიელი გამგზელებელია და ეძახიან ღმერთს ხო საოცრებაა ჩვენ ხა თემას რომ არ გადავუხვევთ პრინციპში ახლოს არის მაგრამ მაინც მამა გიორგი მაინტერესებს აი რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის რომ თანამედროვე ქრისტიანული ლიტერატურა წაიკითხოს აი ჩვენ ხა მამა პაისის ბერი პაისის ხადაგებებზე საუბრობთ და წაიკითხეთ თქვენ ამონარიდებები თანამედროვე ტკივილითა და სიყვარული თანამედროვე ადამიანის შესახებ მას აქვს კიდე ძალიან ბევრი სხვა შეგონება ოჯახზე ყველა თემას ეხება პრინციპში და ქადაგებების გარდა რა ვიცი მე რო წავიკითხე ახ მთვალებული ვიყავი იქ არის პასუხები რომელთა კითხვების გაჟღერებასაც კი ზოგჯერ ვერ ვახერხებთ ხოლმე ვერც სასულიერო პირებთან ვერც საკუთარ თავთან აი რამდენად მნიშვნელოვანია რომ თანამედროვე ადამიანმა თანამედროვე ენით დაწერილი ლიტერატურა იკითხოს რამდენად უფრო ახლოს იქნება ეს მასთან აუცილებელია ჩემო კარგო და რატო ეხლა ვიღაცას გონია კი რატო დავიწყე შესავალი ამით რომ ქრისტიანობა თითქოს რაღაც სხვა საუკუნეებში იყო გუშინ დღეს და ხვალ იესო ქრისტე იგივეა უკუნისამდე ესმით რასაც პირველ საუკუნეში ამბობდნენ მე-4-ში მე-6-ში და მე-9-ში არაფერი არ შეცვლილა იგივეა დღეს ხალხო აი ადამიანი კი რაღაცა სხვანაირი კოსტუმი და კაბა აცვია მაგრამ იგივე ბოროტია იგივე მრუშია იგივე და თან პირველ საუკუნეში რატომ მოვიდა ქრისტე რომ ზენიტში იყო ბოროტება მეტი ბოროტებას არაფერი აღარ მოუგონია უბრალოდ საშუალებები მოიგონა ჩვენი დასაბრკოლებელი თორე აი როცა ბოროტება იყო ზენიტში და ყველა უკეთურება გამოამჟღავნა მაშინ გააკრა ქრისტე მის ბეჭებზე ხო და აი ეს სწავლებები ყველაფერი დღეს ჩვენთან არის მოტანილი წმინდა გარდამოცემის სახით და ბერი პაისი და მამა გაბრიელი იყვნენ ის მამრი რომლებსაც აი ძალიან თანამედროვე ენაზე და იუმორით და სიყვარულით ჩადეს ჩვენ თავში ივანე ოქროპირი ჩვენთვის მამა გაბრიელი და ბერი პაისი ახალი ივანე ოქროპირია ისეთ გასაგებად საუბრობდნენ რომ ყველასთვის გასაგებია ძალიან თანამედროვეა და აი მას რომ ყველა რო გაიგებს აი ეს არის ღვთისმეტყველების მწვერვალი რომ ისაუბრო ძალიან მარტივი ენით ანუ მეთევზურების ენით და არა სოკრატეს ენით გამიგეთ ზოგს ახლა ჩემ კოლეგებს გონიათ რომ რაც უცხო სიტყვებით ისაუბრებენ ამით უფრო პოპულარები იქნებიან და არ არის ეს კარგი აი თუ ბებია შენს ვერ გააგებინე შენი რაც იცი ესე იგი შენ არ იცი კარგად აი ყველაზე ისეთ ბავშვს უნდა გააგებინო მოხუცებულს უნდა გააგებინო თორე შენ ახლა უცხო სიტყვებით რომ საუბრობ ეს შემოსულია მოდაში ძალიან ბევრი უცხო სიტყვა და ამას ყველაფრის ანალოგი არსებობს ყველაფრის ისეთი რომ იმათ არა აქვს ჩვენი სიტყვების ანალოგი თორე ჩვენ ყველაფრის გვაქვს
ხო და ამიტომ სასურველია რომ ღვთისმეტყველება ძალიან გავამარტივოთ, გავათანამედროვოთ, ოღონდ არა ლიბერალიზმში კი არ გადავიყვანოთ და კი არ ვთქვათ რომ ეს რაღაც საჭიროა და ის რაღაც საჭიროა. არა, ჩემ ყურამდე უნდა მოვიყვანო. იონო ქროპერი ქადაგებას რო დაწერდა, აკითხებდა მეზობებს და მეწაღეებს. გაიგეო და ვერა დაახევდა, ისევ ახალიდან წერდა. იმიტომ რომ ქადაგებმა დაიწყო ყველაზე დაბალი დონიდან და ასულიყო მე იმპერატორის და ძალიან მაღალ დონეზე უნდა ასულიყო და ჩვენ ვფიქრობთ რომ აი მე თავარი ახლა რაღაცა ვილაპარაკო ტელევიზიით და გაიგებენ თუ არ გაიგებენ რაში მაინტერესებს არა აი ხანდახან ტაქსის ზღოლს ჩაუჯდები ხა რატო დავიწყე ტაქსის ზღოლი და რაღაც სალანძღავი სიტყვა ტაქსის ზღოლი და რო ჩაუჯდები ხო ის საკეთ მელაპარაკება ღვთისმეტყველებაზე იმიტომ რომ რადიოს უსმენს რადიოში აი საპატრიარქოს რადიოს უსმენენ ძალიან ხშირად და ისეთი რაღაცებს მიყვებიან ხოლმე რომ თან რაღაც მიცნობენ რაღაც გარკვეულწილად და გახარებული ვარ. პატიმრები ავიღოთ, რომლებიც ძალიან ხშირად გისმენენ. ისეთ ღვთისმეტყველებაში არიან უკვე რომ ვერ წარმოვიდგენ. აქეთ გვარიგებენ ციხეში რომ შევდივარ. ფათაშორის კარგი რამ გითხარით, მე ვიცი რომ გვიყურებენ საპატიმროს ჩვენ და აი სარგებლობის შემთხვევები და ყველას დიდი მოკითხვა და ყველას უსურებ რომ მალე თავისუფლებაზე გამოვიდნენ. მამა გიორგი, აი თქვენ ახსენეთ ახლა ფაქტობრივად ეს 4 შეგროვნება რაც მამა პაისის მოვისმენეთ. ძირითადად არის თანამედროვე ქრისტიანებს, ანუ ჩვენ თანამედროვეობაში ყოფაში არსებულ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ვიძახით რომ ქრისტიანები ვართ და იგივე ჩვენი ქართველების მაგალითი ავიღეთ, სადღეგრძელოებში ვამაყობთ რომ ღვთისმშობლის მხედრ ქვეყანავად კვართი გვაქვს ასე შემდეგ, მაგრამ ვილაპარაკეთ იმაზე რომ ამ ყველაფერს შინაარსი არ აქვს. როგორ ფიქრობთ, რატო ხდება? რა არის ამის მიზეზი, რომ მაგალითად მართლა ძალიან ხშირად ხდება რომ ადამიანი ნათლობს ბავშვს ანუ ვიწყდება მისი ერთგვარი დამხმარე ქრისტიანობაში და არ იცის თუნდაც ქრისტიანობის წამსი, ხო? და ასე შემდეგ ძალიან მარტივი მაგალითები აღარ ლაპარაკეთ დოგმატიკაზე. რა არის ამის მიზეზი? ეს არის სასულიერო პირების ბრალი. უნდა მოხდეს კატეხიზაცია. კატეხიზაციის გარეშე არ შეიძლება ნათლი იწყოს. კატეხიზაცია არის ზეპირად გარდამოცემა მართლმადიდებლური სწავლების, ანუ ზევიდან ქვევით ჩამოყვირება. ქრისტიანული რელიგია არის წიგნიერი და გამოცხადებითი რელიგია, ანუ ღმერთი გამოგვეცხადა ჩვენ ხალხო. და რათა ჩვენ ვასწავლით, ეს პეტრე და პავლემ კი არ მოიტანა, ქრისტე მოიტანა და პეტრე და პავლემ გაავრცელა. და ადამიანს რომელსაც აკითხებ წამს და კითხვა არ იცის, არამც თუ განმარტება იმის. როგორ შეიძლება იმან ბავშვს რამე ასწავლოს შემდგომში, ხო? და ჩვენში ფაქტურად ეს ნათლობის ინსტიტუტი არის, მკვდარი ინსტიტუტია ფაქტურად, ხო? ძმაკაცი, ფულიანი, ხო, კარგ ჯორს ვინ მოიტანს? ცნობადი სახე, ხო, ერთხელ გავიხუმრე რაიონში როცა მსახურობდი, იმდენად ძვირფასი ჯვრები ამოიღეს ნათლიერმა და ყველას იარლეკი ქონდა. გავიხუმრე, ხო, ყველა ოქროსია, მეთქე, კიო, ყველა ოქროსია. ნამდვილად. ხო, და წამს ვერ წაიკითხა ვერ წაიკითხეს, არამც თუ იცოდნენ და ეს ყუდლების მოსაგვარებელი საქმეა. მე მაგალითად წესი მაქვს, რომ თუ ვინმე მირეკავს ან მოდის და მითანხმდება, ვეუბნები რომ ნახევარი საათი ამოდი ცოტა ადრე ან სხვა დღეს, ჯვრისწერა გინდა, უნდა გესაუბრო ჯვრისწერაზე რა, რავალ დებულებები გაქვს, უფლებები კი არა, რავალ დებულებები გაქვს. ჩვენ ხო უფლებები უფრო გვაინტერესებს, ვიდრე ვალდებულები. და ჩვენ ნათლიებს ვიბარებ და ვეუბნები, შენ უნდა მონათლო, ხო, კარგია. იცი შენ თვითონ დადიხარ ეკლესიაში. შენ ახლა გითხრა ინგლისური ასწავლე, ბავშვს ასწავლე, რატო არ ასწავლე? არ იცი ხო? და ქრისტიანობა იცი რომ მიდიხარ ნათლია. არ ჯობია რომ ესე იციან ხოლმე კახაბე რომ უარის თქმა არ შეიძლება. რატო არ შეიძლება? კაც უთხარი არ ვიცი ძმაო რა. დამაცადე ცოტა ხანი მე თვითონ დავიწყებ სიარულს ეკლესიაში. კარგი ქრისტიანი ვეცდები რომ გავხდე და მე მოგინათლავ ბავშვს რა სიცხვილეა. მაგრამ ამას ცუდად მიიღებს ის შვილის მონათლობას. არ მიიღებ, აუმარტო. აბა ის არის კარგი რომ ხო ეტყვი და არაფერს არ აკეთებ. აი ნათლობის მერე რო აღარ ნახავ. ეს კარგია უფრო? ერთი ძალიან კარგი საკითხი წამოჭრე ახლა რუსთანა მამა გიორგი და ამ კუჭილთა შეგვიძლია განვიხილოთ რამდენად მნიშვნელოვანია როგორ მიაწოდებ. იგივე თქვენ ესად ბძანებთ ხო? სასულიერო პირი იქნება, ქადაგებაში იქნება და პირადად საუბარი. ზოგადად მიწოდებათ ვახსნა და არა ის რომ დაბკოლდი და თქვას რომ ხო ეს მოდელმა გამომაგდო და ასე შემდეგ. ამ პირიქით დაფრთხეს რომ თურმე მე რაღაც გამოსასწორებელი მაქვს ჩემში. ეხლა ის ჩვენ უხეშად კი არ უნდა უთხრა და დავცინოთ ირონიულად იქნება. იქაც ხო შეგვიძლია სანამათლობა დაიწყება, მოძღვარს 10-15 წუთი ხო შეუძლია რომ უცბად აი ჩემო კარგებო, აი ცოტა ხანი მომისმინეთ თქვენ, ეხლა პასუხისგებლობას იღებთ. ეშმაკს უნდა შეანერწყო, იცი შენ? განვარჯობ შენ ამას გაპატიებს რომ უნდა შეანერწყო. აი ხა ამას იცინიან ხარხარებენ ფუ ეშმაკო გესმით? აქ უკვე რაღაც გართობა, რაღაც პაროდია დგება და ამდოს ეშმაკი აქეთან ერწყებთ იმათ. და ეს უნდა აუხსნათ თქვენ ახლა ბავშვის მაგერად იდებთ ჯვარს და იძახით რომ შეუდგები ქრისტეს და შენ არა ხარ შედგომილი და ვის მაგერად შეუდგები კაცო რას მასხარაობ და რას იტყუები ხო და ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ამიტომ მოძღვარმა იქ უნდა ცოტა ხანი გაესაუბროს აუხსნას რატო შემოუვარა ბარძიმს რატო დაასხა წყალი თავზე სამჯერ რატო შებრუნდა დასავლეთით რატო შემობრუნდა ეს ძალიან მარტივია და ისეთი გახარებული წამოვა იქიდან ნათლია დამერწმევთ რომ მოუნდება სურვილი რომ მე იაროს ეკლესიაში მე დავალება მიეცი რომ კვირას ამომიყვანე ბავშვი რომ აზიარო და კიდე დაჯექი და ესაუბრე რა
ძნელია. დიდი მადლობა მამა გიორგი, საინტერესო საუბრისათვის. შეგახსენებთ, გვესაუბრებოდა ნარიყალაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.